ყველაფერი არის გაბერილი ხელოვნურად, საწვავის ფასი, გაზის ფასი, შუქის ფასი. ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი დაიწყოს, იმიტომ არ არის ეს რეალური ფასები, ყველაფერი გაბერილია. ყველაფერი ასე დაიწყო 14 წლის წინ და მას შემდეგ ეს გაბერილი ფასები ყოველწლიურად უფრო და უფრო იბერება. საქართველოს მოქალაქეც, რომელსაც წესით და დაპირებების მიხედვით გაუმჯობესება საკუთარ ჯიბეზე უკვე მესამე წელს უნდა ეგრძნო, ამ დრომდე მხოლოდ ჯიპის გაცარიელებას, გაღატაკებას და უკუსვლას გრძნობს. თუმცა პროპაგანდა ყოველდღიურ რეჟიმში მას არწმუნებს, რომ სინამდვილეში ძალიან კარგად ცხოვრობს. ლიდერებს შორის მთელ მსოფლიოში. 14 წლის თავზე ქოცმა როგორც იქნა მარკეტში შეიარა და აღიარა, რომ თურმე ქვეყანაში ყველაფერი ძალიან გაძვირებულია, მაგრამ მათ ნარატივში არც კი განიხილება, რომ ეს შესაძლოა მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგი იყოს. ამჯერად ფასების ზრდის აღიარება იმათაც მოუწიათ, ვინც გაბერილი ფასების დაჩუთვას გვპირდებოდა. შედარებებს თუ გავაკეთებთ საქართველოში კონკრეტულ პროდუქტებზე არის გაცილებით მაღალი ფასები, ვიდრე მაგალითად ევროპულ ქვეყნებში. მაშინ, როდესაც ეს ასე არ უნდა იყოს. შესაბამისად, საჭიროა ამის დარეგულირება, იმიტომ რომ პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი დაიწყოს, იმიტომ არ არის ეს რეალური ფასები, ყველაფერი გაბერილია. სანამ ივანიშვილის პრემიერი მარკეტში წავიდოდა და ფასებს გადახედავდა, მანამდე ვერავინ დააჯერა, რომ საკითხი მართლაც პრობლემური იყო და ოფიციალურ მონაცემებსაც კი მანიპულაციურს უწოდებდა. პროპაგანდაც გამალებით ეხმარებოდა. ფასებთან დაკავშირებული მონაცემები მანიპულაციურია, ასე პასუხობს პრემიერი ბოლო პერიოდში ქვეყანაში ფასების მატებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. იყო მანიპულაციურად ქვეყნდებოდა გარკვეული ციფრები. აქედან სულ რაღაც წელიწადნახევრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თურმე მართლა სიძვირია. საზოგადოება ხშირად გამოხატავს უხელს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ფასდამატი სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საზოგადოება წუხილს ფასების ზრდასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია გამოთქვამს და არა მხოლოდ სურსათის მიმართულებით. თუმცა ქოცი ამ საკითხით რატომღაც მაინც და მაინც ახლა დაინტერესდა და გენიალური გადაწყვეტა მოიფიქრა. ეს საკითხი შესასწავლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩააბარა. ახლა მამუკა უნდა გამოარკვიოს თუ რატომ გაძვირდა კვერცხი. თუმცა მარტო არ იქნება და დანარჩენებიც დაეხმარებიან კომისიის ფარგლებში. ხო, კვერცხი სიტყვის მასალად არ მიხსენებია. იანვრის შემდეგ მისი ფასი მართლაც გაიზარდა. და მესამე წელიწადი, როგორც ვამბობდი, უკვე იქნება კარგი და დასანახი და შესამჩნევი იქნება ყოველთვის. და შემდგომი ყველა წელიწადი იქნება კიდევ უფრო კარგი და გარწმუნებთ, რომ საქართველოში 20 წლის განმავლობაში იქნება ყველა წელიწადი უკეთესი წინაზე. ყველა წელს თავი დავანებოთ და ბოლო წელზე ვკონცენტრირდეთ, როცა ფასები წლიურად საქსტატის მონაცემების მიხედვით 8,8%-ით გაიზარდა. ჩაშლილად კი ციფრები ასე გამოიყურება. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 8,8%-ით, თევზეული 18,4%, ხილი და ყურძენი 15%, პური და პურპროდუქტები 14,3%, ყავა, ჩაი, კაკაო 10,1%, ზეთი, ცხიმი 10,1%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 8,2%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 7,6%, რძე, ყველი და კვერცხი 7%, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 1,6%-ით არის გაზრდილი. სურსათი და საკვები პროდუქტები ერთადერთი არ არის, რაზეც ფასები გაიზარდა. გაზრდილია ჯანდაცვის მომსახურებების ფასებით 7%-ით, თუმცა ჩაშლილად კონკრეტულ მიმართულებებზე ზრდა კიდევ უფრო მეტია. მაგალითად, ამბულატორიული მომსახურება 9,1%-ით გაიზარდა, საავადმყოფოს მომსახურება 9%-ით. იზრდება ყველაფრის ფასები, თუმცა არ იზრდება ხელფასები, მაგრამ იზრდება პენსია 20 ლარით. თუმცა ეს ინფლაციასაც ვერ ფარავს და სავარაუდოდ პენსიონერი იმდენ საკვებსაც და პროდუქტსაც კი ვერ იყიდის ამ გაზრდილი პენსიით, რამდენსაც მანამდე ყიდულობდა. ანუ მის ფულს ფასი სულ უფრო და უფრო ნაკლები აქვს. იქნება ამას გულისხმობდა ის კაცი უფასო ფულს რომ გვირდებოდა. თითქმის უფასოა ის ფულიც, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ საარსებო მინიმუმად განუსაზღვრა მოქალაქეს. 255 ლარიც ბევრი აღმოჩნდა და ახლა 250 ლარამდე დაიყვანეს. არადა წლების წინ ღირსეულ საარსებო მინიმუმს პირდებოდა ხალხს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ ზღვარს. ცხადი ეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელი.
255 ლარის საარსებო მინიმუმი არის ცინიზმი. ვის ჯერა დღეს რომელ ჩვენს თანამოქალაქეს შემოკარგებო ვინს არ ზდოთ, ვის შეგიძლიათ რომ 255 ლარით თვეში იცხოვროთ. ეს არის ცინიზმი, დაცინვა ადამიანების და ნაცრის თვალებში შეყრა. მხოლოდ ამას ვიტყვი. რაც შეეხება პენსიების ზრდას, ეს უბრალოდ ფორმალობისთვის იზრდება ვითომ პენსია და თუ შეხედავთ ჩვენს მეზობლებს, აი ირანს მაგალითად, სადაც არის ძალიან დიდი გამოსვლები, ზუსტად ისეთი ზრდა არის ფასების არნახული, რომ რა პენსიის ზრდაზე არის საუბარი და სავარაუდოდ ჩვენს შემოსავლებს ძალიან მნიშვნელოვანწილად შეჭამს ესე ინფლაცია, რადგან ინფლაციის შეჩერება არ არის ადვილი ამბავი და რომ დაიწყება ეს პროცესი და ხალხს მოლოდინი უჩნდება, რომ ფასები იზრდება, შემდეგ ძალიან ძნელი გასაჩერებელი ხდება და ამათმა ცუდმა მენეჯმენტმა ეს უკვე შეუქცევადი გახადა ეს პროცესი. თუმცა ძალიან სამწუხარო ამბავია, რომ ჩვენი პენსიონერების და სხვა ადამიანებიც მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ ვიქნებით ყველანი ინფლაციის გამო. სამაგიეროდ სხვა მიღწევები აქვს კოდს. ხორბალი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას დაამატა. ერთი კვირა იზეიმეს, კონფერენციაც კი ჩაატარეს სახელწოდებით პური ჩვენი არსობისა. ამასობაში ეს არსობის პური კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ გაძვირდა. ქართული ხორბალი, როგორც ეროვნული იდენტობის, კულტურული მეხსიერებისა და უწყოდი ტრადიციის გაგრძელება. პური ჩვენი არსობისა არ იწყება სუფრიდან. ის იწყება მიწიდან, შრომიდან, ცოდნიდან და პასუხისმგებლობიდან. ფასების კომისიაზე და პურზე გამახსენდა. დინარაძეს ვერაფრით დავაიმედებ, მაგრამ მინდა შევახსენო, რომ რამდენიმე წლის წინ კონკურენციის სააგენტო მხოლოდ პურის გაძვირების მიზეზს წელიწადიდან 7 თვე ადგენდა. მიზეზი დავადგინე თუ მოგვახსენეს, თუმცა მას შემდეგ პური კიდევ ბევრჯერ გაძვირდა. მაგრამ თუ მხოლოდ პურის გაძვირებას თითქმის 2 წელი ვიკვლევდით, ყველაფრის გაძვირების გამორკვევას რა დრო დასჭირდება წარმომიდგენია. აქ სამი ძირითადი მიზეზია. ერთი არის ფულის მასის ძალიან დიდი ზრდა. ბოლო 5 წლის მანძილზე M2 პარამეტრი ფულის მასის ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრი 2.5 ჯერ არის გაზრდილი და ბუნებრივია ფულის მასის ასეთი ზრდა, როდესაც ხდება ეს ფასებზე აისახება. მეორე არის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის უგულებელყოფა და ძალიან შერჩევითი გამოყენება და თვითონ კანონმდებლობის სისუსტე და ასევე გამოყენების სისუსტე შესაბამისად ხდება მთელ რიგ სექტორებში. გამსხვილება, ჩამოყალიბებულია უკვე ოლიგოპოლიები, ორი ზოგან მონოპოლიური ერთი მოთამაშე და ამ შემთხვევაში სურსათის საცალო ქსელში ხდება ვერტიკალური ინტეგრაციაც, ანუ საცალო ქსელები ხდებიან იმპორტიორების თვითონ და ასევე მსხვილდებიან. და მესამე ნაწილი არის ეკონომიკური კლიმატის მკვეთრი გაუარესება. ქვეყანაში ბოლო 3 წელიწადია უარესდება მნიშვნელოვნად ეკონომიკური კლიმატი და ბიზნესები, როდესაც ევაკუაციის რეჟიმში გადადიან და ცდილობენ რომ ჩქარა ამოიღონ თავის ფული, ბუნებრივია რომ ზოგიერთი მათგანი გადის თამაშიდან და ვინც რჩებიან უფრო მაღალ მოგებას ესწრაფიან, რომ ეკონომიკურ აქტივობას გამართლება ჰქონდეს. სინამდვილეში ყველაფრის მიზეზები ცხადია და მოქალაქეებისთვის უკეთესი პირობის შესაქმნელად მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. თუმცა კოდს ეს ნება არ გააჩნია და არც რაიმეს გამოსწორების სურვილი აქვს. თავარია მოიფიქროს, რა გამოდგება პროპაგანდისა და მათი პოპულისტური მიზნებისთვის. იმის ნაცვლად რომ საფუძვლებში ჩაიხედოს და ეკონომიკა სამართალი მოაწესრიგოს ქვეყანაში, რაც ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი და ხელშეწყობი ფაქტორია, ქართული ოცნება კიდევ უფრო აუარესებს სახელმწიფოში მახინჩარევას. ეს მახინჯი ჩარევა გამოიხატება კონტროლის მექანიზმების დეგრადაციით, ანუ სახელმწიფო უშიშროების სამსახური, რომელიც არის საქართველოს უსაფრთხოებაზე მზრუნველი ორგანიზაცია, ხდება ფასების მაკონტროლებელი. ერთი რომ უშიშროების სამსახურისთვის უჩვეულო ფუნქცია და კარგად ვერ შეასრულებენ და მეორე ასეთ რაღაცებს მოყვება ხოლმე გადაცდომები. სახიფათო ასეთი ადამიანების კორუფციაში ჩაფლა და ესე იგი თავის საქმეს უსაფრთხოების საქმესაც კარგად ვერ გააკეთებენ და ვერც იმ საქმეს ვერ უშველიან. ასეთი გამოვლენებები მე ნანახი მაქვს ბელარუსში, ანუ 15 წლის წინაც და რამდენიმე წლის წინაც და ჩვეულებრივ ცოტახანი რაღაც კამპანიური ხასიათი აქვს ხოლმე, ასე ვთქვათ, ესე არის უпросто დაიჭერენ ხელს, შექმნიან ასე
ვთქვათ, ილუზიას, რომ ვითომ ფასები გააჩერეს და რაღაცაზე შეგვატრაზე დააკლონ და შემდეგ როგორც კი გაიხედავს ის ხალხი მაკონტროლებელი ანიმათან ალიანსში შევლენ, მიწუჩი დაიწყება ფასების ისევ ზრდა. როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები ფასების დისკენ უბიძგებს, ვერავით არის კონტროლები მაგას ვერ გააჩერებს. უფროსი თაობის მაყურებლებს ახსოვს საბჭოთა კავშირი, როდესაც ბევრი საქონლის გაყიდვა აკრძალული იყო, იმალებოდა ეს საქონელი და დასხობიდან იყიდებოდა, ამაზე ციხეები იყო, ხანდახან დახვრეტებით სახელმწიფო ხონების დიდი რაოდენობით მითვისებაზე და ეს საქმეს არ შველოდა, ეს კორუფცია უფრო ჯდებოდა და მაკონტროლებლებს სჭირდებოდა შემდეგ კიდევ მაკონტროლებლები, ეს იერარქიები და მაინც არ შველოდა ეს საქმეს და ეს არის ფაქტი. და რაც მთავარია, ზარალდება მოქალაქე, რომელსაც ქოცი მაღალჩინოსნის მსგავსად ხელფასი უკვე მერამდენეთ თითქმის 2000 ლარით არ გაეზარდა და რომელიც კუთვნილ პენსიას თუ ხელფას სრულად საკვებსა და წამლებზე ხარჯავს და იმაზეც არ ყოფნის, თუმცა არაუშავს, სამაგიეროდ ზარქუას ყოფნის საკუთარი შემოსავლები ყველაფერზე. სანამ ზარქუა მონაკოში ერთობა და მდინარეზე კვერცხის ფასს ადგენს, მოქალაქეები სუსის ახალი ფუნქციის ვიზუალიზაციას ახდენენ. პროპაგანდა კი ცხადია ჩვეული გზით მიდის. ლიდერებს შორის მთელ მსოფლიოში ნომერ პირველი რეგიონში ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში და მთლიანად ევროპაში. ამათ რომ უსმინოთ ყველაფერში ლიდერები ვართ, ყველას ყველაფერში ვუსწრებთ. დაპირებების გაცემის დღიდან ქართული ოცნების პროპაგანდა ერთ კონკრეტულ ნარატივს მიყვება, რაც უფრო სულელური და აბსურდულია. ტყუილი თვით უფრო მარტივად შეიძლება დააჯერო ხალხს. ბოლო წლებია ქოცი აბსურდულობის ახალ სიმაღლეებს იფხრობს და ხალხს არწმუნებს, რომ კეთილდღეობაში ცხოვრობენ, რადგან ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. იმაზე არაფერს ამბობენ, თუ რატომ არა ისახება ეს ზრდა საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეზე და როგორც ჩანს, თავადაც ისე დაიჯერეს ეს ტყუილი, ზოგიერთი ახლა თავადაც გაუგნებულია. შეისწავლოს ამ ფასებს და იმჯერად მხოლოდ შეიძლება რომ დასტაბილურდეს ეს კატასტროფულად მზარდი ფასები და მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ იგრძნოს შება, იმიტომ რომ ქვეყანაში სახეზეა ძალიან ძლიერი ეკონომიკური წინსვლა. შაშანდელი ზრდა დაახლოებით 6.5% იყო ეკონომიკის დეკლარირებული ზრდა, ამავე დროს 5 ძირითადი სექტორიდან 4 იყო სტაგნაციის ან შემცირების ფაზაში, მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტირება და მშენებლობა ყველა პრობლემებში იყო, მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი იზრდებოდა ძალიან სწრაფად და როგორც კვლევები აჩვენებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში ძალიან დიდი ნაწილი ზრდის არის ისეთი კომპანიების ხარჯზე, რომლებიც საზოგადოებრივ ოპერირებენ, საზოგადოებრივ ყიდიან თავის პროდუქციას, მათი თანამშრომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრობენ რეალურად, ისინი რეგისტრირებული არიან საქართველოში, მათი ბრუნვები აქაური ბანკების ანგარიშზე აისახება და ძალიან მცირე შეება იქიდან საქართველოს. ამიტომ 6.5 კი არა, შესაძლოა დაახლოებით 3.5%, 4% იყოს ეს რეალური ზრდა, ჯერ აქედან დავიწყოთ. მეორე, თუნდაც ეს ზრდა ასეთი ყოფილიყო, რაც არ იყო ნამდვილად, ჩვენს მოქალაქეებამდე არ მიდის ეს, ჩვენ საქართველოში 30% გვაქვს უმუშევრობა რეალურად. დაახლოებით 15% არის ოფიციალური უმუშევრობა, ეს რეგისტრირებული ადამიანები და კიდევ 15% არის ადამიანები, რომლებსაც უნდათ მუშაობა, მაგრამ აღარ ეძებენ სამუშაოს უიმედობის გამო. როდესაც ამდენი ადამიანი გადის საქართველოსდან, ტოვებს საქართველოს, ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა თუ არის და კეთილდღეობა რა ღმერთი უცხრებათ იმ ადამიანებს, რომ თავის სამშობლო მიატოვონ და წავიდნენ. არა, ისინი ტკივილით მიდიან და ხშირად უკანონოდ ყვეთენ სხვა ქვეყნის საზღვრებს ან რჩებიან უკანონოდ იმის გამო, რომ აქ არ აქვს მათ ადეკვატური სამუშაო პირობები და ფაქტია ასეც, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 316,000 საქართველოს მოქალაქე არის აქედან გადასახლებული. ეს ციფრები სავარაუდოდ ჩაშან გაიზრდებოდა, შაშანდელი ციფრები კიდევ სანახავია, გამოსასვლელია და ეს მტკივნეული სტატისტიკას ლაპარაკობს, რომ ზრდა, რაც კი არსებობს, არის ძალიან უთანაბრო. დიდრდებიან ქართული ოცნების ჩინოვნიკები და მათთან დაახლოებული პირები, ამავე დროს
ჩვეულებრივი მოქალაქეები იძულებული არიან საზღვარგარეთ ეძებონ თავისი ბედი. ხოცის მიერ ნაკებ ეკონომიკურ ზრდაში სწორედ იმ ადამიანების მიერ გადმორიცხულ ფულს აქვს უდიდესი წვლილი, რომლებიც სიღატაკეს საზღვარგარეთ გაექცნენ და იქედან არჩენენ ოჯახებს. თუმცა ოცნების რიტორიკაში ამას ვერ მოისმენთ. უფრო მეტიც, დაფასების ნაცვლად ამ ადამიანებს საერთოდ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. ვინც აქ დარჩა და ვერ წავიდა, როგორ ცხოვრობს, თავად ხვდება. აზ უკეთეს რაც გააკეთებდა ჩვენი მთავრობა, თვითონ 2000 ლარი მიდიებოდა ჩვენ 45 ლარი. წავალ ახლა 45 ლარად ერთად წავალს ვიყიდი და დამთავრდება ყველაფერი. უკომენტაროთ, ჩავატაროთ ყველაფერი. დაცლილი ოჯახები, წასული ჩვენი შვილები და ჩვენ მოხუცები მათხოვრულად. 50 წელი ნამუშევარი გვაქვს, ახალგაზრდობა გაზრდილი გვყავს, რანაირ თანამდებობებს ემაზე და ესენი აგეთ წერა-კითხვის უცოდინარები. სიტყვის ამოღებაც რა შეუძლიათ? რომელი ინსტიტუცია ლაპარაკი? დაყოლიფე საქართველოს რა შეღავათებია შულო, რომელიც ღირს თქვა კაპიკები იკლებენ კი პატარა და რომელსაც ფასი აქვს და ის აუცილებლად გჭირდება იმაში არავითარი დაფინანსება არ არის და შეღავათი არ არის. რას მიკლებენ? რასაც გვაყრიან შინ ახლა თუ არ ჩავდე გაზი ახლა თუ არ ჩავდე შულო სივა ბებერი ვარ უკვე სიცოცხლე შევიწრო მაგ სიტყვა მინდა ვერა წევა ლოგინში ავდგები 2 საათზე პატარას ჩავთან ცოტა შევთვები შევჭამ რაც ხო ორლუკმა საჭმელი ქარჩქარა და უნდა შევწო ისე ლოგინში ხამე ლოგინში ვიწვე და დღე ლოგინში ვიწვე არ შეიძლება ჭოლა კი არა მოძრაობა უნდა ადამიანს ხო და აი ესე შეგვიძლია აბანოში შეხო და ჩქარა უნდა დაიბანო ჩქარა უსებ რომ გენი არ დაიწყოს წყალიბელი არ დაიხტებია დებია ცხოვრება იმას ცხოვრებას არ ვეძახი ხო არ ვეძახი თერა რამდენი ხანი ვიცოცხლებ ახლა მე ემიგრანტი ვარ და კატასტროფული ფასებია კატასტროფა მე ამჩინა ფასები არ ვიცი ძალიან საშინელება არ ვიცი რა უნდა მოხდეს რა თავრობის შეცვლით არ მოხდება ამგეს არაფერი თუ მოხდება ეგ ხო ძალიან კარგი იმიტომ რომ ასეთი ფასები ახლა რო ხედავ მე აქ გაგიჟებული ვარ ეხლა ბრუნდები მე რამოდენიმე დღეში და მაქვს იმედი რომ იქ ვიმუშავებ და მექნებ აქ რა უნდა გააკეთო მინდა დავბრუნდე დიდი შემოქმედება არანაირი საშუალება არ აქვს რომ დავბრუნდე არ გვაქვს იმის პირობები ელემენტარული სამსახური არაა ნამინდა ეხლა მე ამ ხნის ხას იქ რატო შემიზღუდეთ მე მაგალითად ვეკითხები ამ თავი რატო არ მაქვს უფლება რომ მე ავირჩიო ვინც მინდა თო იქაც რა დახინებული ცხოვრება გვაქვს ჩვენ მაგრამ გვაქვს იმის საშუალება რაღაცა ვიმუშაოთ და აქეთ ვაგზავნით კაპიკს არ ვიტოვებთ ვაგზავნით ყველაფერს აქეთ არა გვაქვს იმის ფუფუნება ჩვენ აქ რომ ყოველ იმაში ჩამოვიდა ხა გაჭირების მდგომარეობაში უკიდურეს მდგომარეობაში მოვდივართ ვინ ჩამოვა არჩევნებზე ხალხი უსაბუთოდ არის ხალხი მართლა რომ უჭირთ ჩვენ რო ვფლობთ ინფორმაციას იმდენი შეიძლება საქართველოში არ იყოს რომ იცოდეს ხალხმა იმიტომ რომ იქ ჩვენ ძალაუნებურად რაღაციდან რაღაცით ვიპოვებთ ინფორმაციას აქ ხალხი ისია ახლა ვიყავი სოფლებში ხო ისე არიან ამ იმედის იმაზე მე თქვენ არ მჩეხა რომელი საკათ არის მაინტერესებს ხო არ მაინტერესებს იმიტომ რომ მე რაც მაგ გულში იმას ვამბობ ხო არის ხალხი ისე დაჩრუნგებული ამ იმედის ტელევიზიით ის სერიალებით იმ რაც ხო უბედურებით ვერ დაელაპარაკები ვერ დაელაპარაკები სიმართლე კი არა მომიწია ხა სოფელში ვიყავი რამოდენიმე გავჩუმდი კიდევ ან ნაცნობობიდან ვიღაცის წენებან მაგრამ ხედავ რომ კატასტროფა არის ესეთი დონის გადასახადები რაც საქართველოში არსებობს ხვალიდანვე შეიძლება ამის განახევრება თუ გინებავთ ელექტროენერგია საქართველოს აქვს ძალიან იაფი ჩვენ ძალიან ბევრი ჰიდროელექტროსადგური გვაქვს და იქიდან იაფიდენი იაფათი წარმოება ელექტროენერგია გაზ ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ რამდენადაც ეს ტრუბა გადის ჩვენს ტერიტორიაზე რა თქმა უნდა სოციალური გადასახადები აუცილებლად შემცირდება ჩვენი მოსვლიდან რაც შეეხება გადასახადების განახევრებას ელექტროენერგიაზე ოცნების მიერ დაანონსებული ფასის ზრდა თავადვე გადაავადეს თუმცა ეს მხოლოდ დროებითია მით უმეტეს იმ ფონზე რომ გაზრდილია ყველა სახის ენერგომატარებლების იმპორტი და დამოკიდებულება რუსეთზე ეს იმ დოკუმენტებითაც ირკვევა რომელიც ოცნების ხელისუფლებამ შემთხვევით თუ გამიზნულად ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა
გაზპრომთან შეთანხმების შესახებ და ახლა ამ საქმესაც ვერცხლის ფასთან ერთად დინარადის უწყება სწავლობს. და ტენდენცია ნეგატიური, ანუ საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი იზრდება, არასაკმარის ახალ ენერგოსიმძლავრეებს ქმნით და შესაბამისად დამოუკიდებლობაც იზრდება. ასეთ პირობებში ვერაფრით ვერ მოხდება ელექტროენერგიის ტარიფების დაჭერა, იმიტომ რომ იმპორტირებული ელექტროენერგია უფრო ძვირია იმათ მაიცია რომ გვჭირდება ჩვენ და უფრო მეტს გამოგვართმევენ. ამ ელექტროენერგიაში დიდწილად ჩვენი ელექტროენერგიის სიაფე დამყარებული არის ენგურჰესის არსებობაზე, რომელიც აშენებული არის 50 წელზე მეტი ხნის წინ და ეს ენგურჰესი ცვდება, ამის ხარჯზე ვაიაფებთ ელექტროენერგიას, თუმცა ეს უკვე ილევა და აღარ არის საკმარისი. ახლა არ გაძვირება ელექტროენერგიის ერთი მხრივ ვითომ მოქალაქეებზე ზრუნვას ნიშნავს და მეორე მხრივ მომავალი ეკონომიკური დამოუკიდებლობის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გაუარესებას ნიშნავს, იმიტომ რომ თუ კომპანიები ვერ მიიღებენ ადეკვატურ შემოსავალს თავის კაპიტალ დაბადებებს, ისინი აღარ მოინდობენ ახალი საწარმო სიმძლავრეების შექმნას და აქ პრობლემები უკვე არის ქვესადგურების აშენება, დაერთება, მიერთება ქსელთან აშენებული ელექტროსადგურების და ასე შემდეგ. ანუ ენერგეტიკის სექტორი ესე რომ ვთქვათ ყანყალებს და ეს მდგომარეობა გაუარესდება. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ კორუმპირებული მინისტრი ყავდათ წლების წინ და ეს კორუმპირებული მინისტრი რომ ვეუბნებოდით არის მენდნენ და ეხლა აღმოაჩინეს თურმე ცოტა ხნის წინ თურმე პრემიერ-მინისტრის კორუმპირებული ყოფილა და თურმე სხვა მინისტრების კორუმპირებული ყოფილა. ანუ ეს თესლი, ცუდი თესლი დიდი ხნის ჩათესილია მათ მიერვე. იგივე სურათი არის ენერგეტიკის სხვა დარგებში, როგორც გითხარით, გაზის იმპორტი მნიშვნელოვნად გაზრდილი არის რუსეთიდან ბოლო წლების მანძილზე და ფულის კეთებით არის საქართველოს ახლა დაკავებული ზოგიერთი ბიზნესმენი, რომ რუსული ნავთობის შემოიტანოს და აქედან რეექსპორტი გააკეთოს მაგისი ფაქტობრივად არალეგალური სანქციების გვერდის სახით. ამიტომ სერიოზულ პრობლემებში ვართ, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის გადავადება არის ყალბი ზრუნვა მოსახლეობაზე, იმიტომ რომ მაინც მომავალს ძირს უთხრის. ვერ საიდან ვერ გაჩნდება საქართველოში იაფი ელექტროენერგია თუ არ ავაშენებთ საწარმოო სიმძლავრეებს და საწარმოო სიმძლავრეებს ვერ ავაშენებთ და არავინ არ ააშენებს, თუ არ იქნება მასზე ადეკვატური უკუგება. შესაბამისად ვართ ესეთ ჩაკეტილ წრეში პრობლემების გადავადებაში და კაცმა მალა და ჭირმა თავი არ დამალავ. აი ასეთ მდგომარეობაში ვართ ბევრგან და ეს ჭირი მალე იჩენს თავს იქ და ამ რეჟიმის უსახურობა კიდევ უფრო აშკარა გახდება. ჭირმა თავი უკვე თითქმის ყველა მიმართულებით იჩინა, თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ყოველთვის უნდა ელოდო უარესს. უკანონოდ გამდიდრებული და კორუფციაში ჩაფლული ჩინოვნიკების ნაწილი კი გაამწესა ივანიშვილმა ციხეში და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის იმათვის, ვისაც ახლა გონია რომ მის კორუფციულ იმპერიას არაფერი ემუქრება, მაგრამ რამდენი ყოფილი თუ მოქმედი მარიონეტიც უნდა დაიჭიროს ივანიშვილმა, ამით არც ქვეყნის და არც ხალხის კეთილდღეობის სასიკეთოდ არაფერი იცვლება. სანამ ამ ქვეყანაში ყველაფრის სადავეებს ის ერთი კაცი ფლობს.